ამჯერად ძალიან მოკლედ ვიტყვი მთავარს. რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შემართული იყოს. ესათვის პოლიტიკური ძალა გარკვეული განსაზღვრული დროის შემდეგ მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური პარტიების განახლება და პოლიტიკურ პარტიაში გადანაცვლებები იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოს საკუთრივ დღეოდ. რა თქმა უნდა, ცვლილებები აუცილებლობა განპირობებული არის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშე დგას დიახაც პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველაზე მთავარი, რომლის წინაშეც დგავართ თითოეული ჩვენგანი გულისხმობ ქვეყანას და სახელმწიფოს. ეს იმას არ ნიშნავს, როდესაც ჩვენ პარტიის შიგნით ვაპირებთ რეფორმების გატარებას, იმ რეფორმების, რომელიც შარშან დღეისორს დაახლოებით მე მქონდა განზრახული, მაგრამ ვიცით, რომ მე არ მომეცა ამის შესაძლებლობა გარკვეული მიზეზების გამო და პროცესი გაიწელა, მაგრამ ახლა მე ვთვლი აუცილებელ გარდაუვალ აუცილებლობად, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც თავისი დღის-წესრიგი, ასევე შიგთავსიც კი და ბევრად უფრო გასაგები სამართლებრივი იურიდიული ფორმა ვიყოთ ორგანიზაციული თვალსაზრისით საზოგადოებისთვის და იცოდეთ საზოგადოება რისთვის ვიბრძვით და რა გვინდა. ამიტომ აუცილებლობა ცვლილებების არ არის განპირობებული მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვინც აქტიური იყო დღემდე პარტიაში ის ვერ ართმევდა თავს და სხვა გაართმევს არავითარ შემთხვევაში არც იმას ნიშნავს, რომ პარტიაში მხოლოდ და მხოლოდ ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ანუ ახალი თაობა უნდა მოვიდეს და თან უნდა მოვიდეს ჭარბად, პრინციპულად მნიშვნელოვანი მგონია ეს. ეს ასევე ნიშნავს შემდეგ რამეს, თუ ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ყველა გამოცდილ საქართველოს მოქალაქეს. მათლა დაინახონ ჩვენში იმედი და პერსპექტივა. რომ ნაციონალური მოძრაობა არ იბრძვის ერთის მეორეთის ჩასანაცვლებლად. ნაციონალური მოძრაობა პარტიებთან ერთად იბრძვის მართლაც გადაჭარბების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ დამიჯეროთ, ირწმუნოთ ეს კუთხური ჩემი სიტყვებიდან არ ირწმუნოთ, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ თითოეულ თქვენგანს, თითოეული თქვენგანი დავარწმუნოთ და დავაჯეროთ, რომ არაფერი არ გვამოძრავებს გარდა ნათელი მომავლისა, რომელიც თითოეული საქართველოს მოქალაქის ხელში და ჩვენივე ბედის ჭედლები ვართ ჩვენ. ამიტომ პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ, გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებული პარტიის შიგნით. ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყობა ნაყოფია დაინიშნოს და არჩეული იქნა უკვე პოლიტიკური საბჭოს მიერ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ. პეტრე ცისკარიშვილი იქნა დამტკიცებული პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად და მე გარკვეული პერიოდით აუცილებლად შევითავსებ თბილისის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით და გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაიონებში აქტიური პროცესი განახლებისა, აქტიური პროცესი რეფორმირებისა და მიზანი და შედეგი ალბათ უნდა ვკითხოთ, რა უნდა იყოს ამ დღეს წამოწყებული პროცესისა. მინდა რომ ყველა საქართველოს მოქალაქე მიცოდეს რისთვის ვიბრძვით. ხშირ შემთხვევაში ამას ჩვენ ამ წუთის მდგომარეობით წარმატებით ვერ ვაკეთებთ და ამან ამ ყველაფერში დავწმუნდი მე 4 წლის განმავლობაში, როდესაც ვიყავ ზუგდიდში, ყოველმა საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვინდა უბრალოდ შესაკრებთა გადანაცვლებით რაღაცა ფონს გავიდეთ. ჩვენ გვინდა რომ ჯამი შეიცვალოს. დაჯამდეს შესაკრები, ეს გვინდა. და ნაციონალურ მოძრაობაში მინდა ვიხილო ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც დღემდე თავს იკავებდა ნაციონალურ მოძრაობასთან, ან ასოცირებას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი არ ჰქონდათ. ასეთი ადამიანები მინდა ბევრი ვიხილო ამ პარტიაში. ამ ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი, ცხოვრობენ ქართული ოცნების
გამორჩევლები, მაგრამ არიან ბევრი, ვისაც არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს და არ იმპონირებს. და მე მინდა განსაკუთრებით აი ამ საზოგადოებრივი ჯგუფიდან ბევრი ადამიანი დაინტერესდეს ჩვენი საქმიანობით. ეს არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საეტაპო გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილი და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ასე უნდა გადაწყვეტეს ამ ცვლილებების შედეგად არის რა ერთხელ სამუდამოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს და არავის არ ქონდეს იქნებით ოპოზიციაში იქნებით ხელისუფლებაში იმის განცდა რომ ვიღაცა დაისაჯა ან დაკავებული იქნა არასამართლიანად. დღეს არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ არ არსებობს არანაირი ტიპის ნდობა საზოგადოებაში და ეს არის მთავარი პრობლემა. ვიღაც ამ პარტიის თავმჯდომარე, ამ პარტიის არ ვიცი უკვე 8 წელიწადია ვარ ამ პარტიის რიგითი წევრობიდან პარტიის თავმჯდომარემდე მოსული. მხოლოდ ერთი წმენით. მეგობრებთან ერთად, ამორჩევლებთან ერთად, 100,000-ობით ხარდაჭერთან ერთად კვალი დადებითი დავტოვოთ ამ ქვეყნის განვითარების ისტორიულ პროცესში. და განა შეიძლება თვალები დააფხუჭოთ იმ ისტორიულ სამართლობაზე, როდესაც ჩვენ თვალწინ ტრიალდება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის ტყვეობაში და სხვა კიდევ ჩვენი მეგობრები არიან ტყვეობაში, ბევრი მათგანი მათ ოჯახის წევრები ახლა მოვინახულე ლექსორაფავას ოჯახი, ამერან ჯანაშიას ოჯახი, მათი შვილები და ბევრი კიდევ სხვა ადამიანი არის უკანონო პატიმრობაში, ბაჩო თამლიანი და სხვები, რომელიც მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ჩვენი მეგობრები არიან და იბრძოდნენ ცვლილებებისთვის. და გვინდა რომ ეთქენეული ფურცელი გადაიშალოს ისე და ხვალდაზე არავის კონტესტ აზრად გავლების შესაძლებლობაც კი რომ შური ვიძიოთ იმ ადამიანებზე ვინც აუცილებლად დაათმოს მიტაცებულ ხელისუფლებას. ამიტომ მე ვალდებულად ვთვლი თქვა უცვლელად ამით დავსვდები. შემოვიფარგლები ამ ეტაპზე თქვენის ნებართვით, როდესაც მე ამ პარტიის ეზოში პარტიის თავმჯდომარედ პირველად ელექტრონულ ფორმატში ამირჩიეს, მე მახსოვს კარგად დაკავებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე ვთქვი რომ მე თუ ამ ჩემი ხედვების რეალიზებას ვერ მოვახდე, მე არ მიღირს პარტია ერთი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა. რატომ იცით სხვაგვარად მე ამ ქვეყნის წარმატებას და ამ პარტიის წარმატებას ვერ ხედავ. თუ არ გატარდა ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელზეც მე ზემოთ ვისაუბრე და ვცლად მექნება შესაძლებლობა იმედია თქვენ ეთერებში გულისხმობ სხვადასხვა ტელეკომპანიებს გავშალო საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის და ბევრად მეტი ვისაუბროთ რიგითი მოქალაქეების საჭიროებებზე, რაზეც მოდით სიმართლე ვთქვათ, ახლა ბოლო ჟამს განსაკუთრებით დავსაუბროთ. დიდი მადლობა და ბატონო ნიკა, ხო ვარ გიშნავს ეს ბატონო ნიკა. ხედობის რეალიზებას ვერ ვახდენდიო. ასევე შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი უნდა შეიცვალოსო. ნიკამელიას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეობა ამ ყველაფერს ხელს უშლიდა, რადგან ეს თანამდებობა ნიკამელიას უშლიდა ეს მე ამ წუთის მდგომარეობით ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს ვიყავი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და სამწუხაროდ პარტიის გაძლიერებას არ ემსახურებოდა სტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით დღეს მდგომარეობით. და ნიკამელიას რეფორმების გატარებაში ეს იყო ის, რაც შარშად გეისოს პრაქტიკულად ჩვენთანს მოხდა. ხომ შეზღუდული ჰქონდა შესაძლებლობა ყოფილიყავი უბრალოდ თავისუფლებაზე და ის ჩაფიქრებული რა პროგრამითაც წარვდექი რა პროგრამითაც წარვდექი საზოგადოებაში უბრალოდ ვერ განახორციელე, რამე თუ გათავისუფლებისთანავე დაიწყო საარჩევნო კამპანია და მე იცით ამ წუთის მდგომარეობით კიდევ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დაემატა და ტყვეობა, მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად მიმაჩნია, რომ პარტიას უნდა ქონდეს თავისი გეგმა, სტრატეგია, რომელიც ჯერ როგორც არასოდეს იქნება წარმატებული. ამიტომ პარტია რა თქმა უნდა ხა არის როგორც არასოდეს ჩვენ ბანალურად ჟღერდეს, ნახამისთვის, მაგრამ ერთიანი და ერთიანი ვართ შეთანხმებებში. პირიქით, ეხლა პეტრე ცისკარიშვილი, გარდა იმისა, რომ არის კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი, არის პირადი ჩემი მეგობარი, მოგანაყოფია გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა წლების განმავლობაში, არის ჩემი პირადი მეგობარი და ეხლა ამ ყველაფერმა შესაძლებელი გახადა, რომ ეს პარტია დღემდე ფერზე დადგა, მაგრამ
ჩვენ პარტიის სიძლიერე არ გვაყოფილებს. ჩვენ ვიდა ამ ქვეყნის სახელმწიფოების საფუძვლები იყოს ძლიერი და ამას ჭირდება კიდევ უფრო ძლიერი და წაში რეგიონების გაძლიერებაზე საუბრობ, ასევე გასწავლება პოლიტიკურად ხო როგორ გააქტიურდებით ჩახვალთრებს. სხვადასხვა ტიპის აქტივობები იქნება, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ტიპის აქტივობები იქნება პარტიას, პოლიტიკოს. სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს უნდა ქონდეს мотивация, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან. ჩვენ უნდა საუბრობდეთ და ქმედებაში უნდა აისახებოდეს. ეხლა ჩვენი სურვილი, რომელიც გვაქვს, რა თქმა უნდა, და გვექნება დღეიდან და ამას შეურაცხმოთ თვალ ბევრი ამორჩენელი დაინახავს და ხარდაჭერი, რომ პარტია თავის დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეიმუშავებს საზოგადოების წიაღიდან წამოსული საჭიროებები. ბატონიკა, თქვენი გავლენები ხომარ ნიშნავს ეს თქვენი გავლენების შესუსტება პარტიაში. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პარტიას არ ყავდა დღემდე. გესმით? პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არ ყავდა, მე როგორ ვიყავი, მე ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის არარსებობას პირველად განიცდიდა და სულ ტურბულენტურ პროცესში ვიყავით. დიდი ხანია ქონდა ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული, მაგრამ განვითარებული პროცესების ყვალდაკვალ სამწუხაროდ დღემდე ვერ მოხერხდა და აქვს შარშანდელი წელიწადი იყო ძიმე მოვლენებით დატვირთული. მაგრამ ეს რეფორმირება პარტიის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. არჩევნები არ იქნება 3 წლის განმავლობაში. ამობს ირაკლი ყარიბაში. თქვენი პასუხი თუ შეიძლება ამაზე რა, ბატონიკა. გასაგებად. რო შეიძლება არ ნიშნავს რომ რა ახალი ვარ, გასაგებად თქვი, მე გასაგებად თქვი, რომ პარტიაში უნდა გაიხსნას კარები როგორც ახალი თაობისთვის, ენერგიის სავსე ახალგაზრდებისთვის, ასევე გამოცდილი თანამებრძოლებისთვის, ხო? და გამოცდილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უბრალოდ დღემდე ფიზიკურად ნამყოფებიც კი არ არიან პარტიის არც ერთ რაიონულ თბილისის ორგანიზაცია მიმაჩნი არის საკვანძო ორგანიზაცია, რომლის გამართულობა არ გამართულობა პირდაპირ პროპორციულად აისახება ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა არ ყოფნაზე. აქედან გამომდინარე მე როგორც ადამიანს, რომელმაც კენჭი უახლოეს წარსულში ვიყარე თბილისის მერობის კანდიდატად და აქტიური კამპანია ჩავატარე, მიმაჩნია რომ გარკვეულ ეტაპზე მე უნდა შევითავსო თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, მანამ სანამ არ გაიმართება ეს ორგანიზაცია ისე როგორც საჭიროა და ამის შემდეგ მე ვფიქრობ ჩატარდება აქციონები, გასაგები, ირაკლი ყარიბაშვილმა მთავრობის ხმობაზე დღეს თქვა ასეთი რამ, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება 3 წლის განმავლობაში და თქვენ მოისმენთ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკ ამელიას განცხადებები იმ სტრუქტურულ და თანამდებობრივ ცვლილებებზე, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განხორციელდა.